ოპოზიციის კიდევ ერთი თარიღი ამჯერად რევოლუციას ქართული პარტია ანონსებს. ეროსიკი წმარიშვილის განცხადებით მისი პარტია ქუჩის აქციებს 9 მაისიდან რეგიონებიდან დაიწყებს. ეს განსხვავდება იმ თარიღისაგან, რომელიც აქციების დაწყების დროთ ნინო ბურჯანაძემ და სახალხო კრებამ გამოაცხადეს. ნიშნავს თუ არა ეს, რომ ეროსიკი წმარიშვილი უპირისპირდება სახალხო კრებას, როგორ განმარტავს ქართული პარტიის ლიდერი ამ გადაწყვეტილებას, ამას ტვენ ათიაგურცაძე გვეტყვის. ეროსიკი წმარიშვილი დღეს განმარტებას აკეთებს და ამბობს, რომ 9 მაისი იმიტომ გადაწყვიტა ქართულმა პარტიამ გამოსვლების დღე დაენიშნა, იმიტომ რომ პარტია სულ ახლახან მორჩა თავისი სტრუქტურების მშენებლობას და რომ ის მზად არის საზოგადოების მობილიზაცია გააკეთოს. შეეხება შეკითხვას იმასთან დაკავშირებით, ხომ არ გამოიწვევს ეს საზოგადოებაში დაქსაქსულობას, მაშინ როდესაც გამოცხადებული იყო სახალხო კრებისა და ნინო ბურჯანაძის მიერ 21 მაისი, ეროსიკი წმარიშვილი ამბობს, რომ არჩევა საზოგადოება თავად გააკეთებს. ქართული პარტიის ლიდერი ამავდროულად მოუწოდებს ეგრეთ წოდებული რვიანის ფორმატის პარტიის წევრებს, რომ ისინი დადგნენ ქართული პარტიის გვერდით ამ აქციებში მიიღონ მონაწილეობა და გარდა ამისა ის მათი მისამართით ხმარობს საკმაოდ უცნაურ შეფასებას და ამბობს, რომ საარჩევნო კოდექსზე მომუშავე პარტიებმა გაშიშვლებული რეჟიმის ლეღვის ფურცლის ფუნქცია არ უნდა შეასრულოს. 9 მაის ფაშიზმზე გამარჯვების დღეს კახეთში ვაკეთებთ ერთდღიან ძალიან მასშტაბურ აქციას, რომელიც მოიცავს რამდენიმე რაიონულ ცენტრში მიტინგს, საბოლოო ჯამში ეს ყველაფერი დამთავრდება ყვარელში. ვფიქრობ, რომ რვიანმა შეასრულა თავისი მისია და ახლა ვთავაზობთ, რომ უკვე ლეღვის ფოთლად ამ გაშიშვლებულ რეჟიმს გავუხდებით. შესაბამისად, ჩვენ მზად ვართ და მოუწოდებთ ყველა ძალას, ვინც ახლა მობილიზებულია იმისათვის, რომ რეჟიმი დამთავრდეს, რაც შეიძლება სწრაფად, რაც არის ქართული საზოგადოების შეკვეთა და დამთავრდეს მშვიდობიანად. ჩვენ ვართ მზად და ვართ ის პოლიტიკური ძალა, ის მოლოტოვის კოქტეილი, რომელიც ააფეთქებს ამ რეჟიმს პირდაპირ მნიშვნელობით, მაგრამ ჩვენ ვამბობთ იმას, რომ ხვალ, როცა ქართული ხალხი მივა საარჩევნო უბნებთან, მათ დახვდებათ არჩევანის თავისუფლება განსხვავებით დღევანდელი სიტუაციისაგან, ისინი თვითონ გადაწყვეტენ ხვალ, ვინ როგორი ფორმით უნდა იქნეს არჩეული. მოლოტოვის კოქტეილი პირდაპირ ასოციაციას იწვევს საქართველოში და მთელ მსოფლიოში მუხტთან, აფეთქებასთან და ჩვენ ვლაპარაკობთ პოლიტიკურ აფეთქებაზე. ეროსიკი წმარიშვილის განცხადებები მოულოდნელი აღმოჩნდა ნინო ბურჯანაძის პოლიტიკური ძალისთვის. ნინო ბურჯანაძის თანაგუნდელები მიანიშნებენ, რომ ქართულმა პარტიამ მხოლოდ მას შემდეგ გადაწყვიტა და დაეწყო გამოსვლები, რაც ცნობილი გახდა მათი თარიღი 21 მაისი და ისინი არა პირდაპირ, მაგრამ მიუთითებენ, რომ ეროსიკი წმარიშვილმა ამ განცხადებით სცადა სახალხო კრებისა და ნინო ბურჯანაძისათვის ერთგვარად დაესწრო. ქართული პარტია, რომელიც რამდენიმე დღის წინ მისი ლიდერის განცხადებით არ იყო მზად, დღეს აცხადებს, რომ მზად არის. კი ბატონო, პრობლემა არ არის, თავარია მათ ნებით თუ უნებლიეთ არ შეუწყონ ხელი არაეფექტურ ქმედებებს. მე ვიცი, რომ ჩვენი აქცია 21-ში იქნება ეფექტური. რამდენად ეფექტური იქნება 9 მაისის აქცია, ეს გამოჩნდება 9 მაისს. ნებისმიერი არაეფექტური ქმედება მოქმედებს სააკაშვილის სასარგებლოდ, მისი რეჟიმის სასარგებლოდ და უხანგრძლივებს მას ვადას. ამისათვის საჭიროა, რომ ყველა ქმედება იყოს კოორდინირებული და ეფექტური. ეროსიკი წმარიშვილის მოწოდებებს უკვე გამოეხმაურენ პოლიტიკური რვიანის წევრები, ის პარტიები, რომლებიც საარჩევნო კოდექსზე მუშაობენ, მათთვის სრულიად მიუღებელია ის შეფასებები, რომელსაც ქართული პარტიის ერთ-ერთი ლიდერი აკეთებს და ბუნებრივია ეგრეთ წოდებული რვიანის წევრები არ აპირებენ იმ აქციებში მიიღონ მონაწილეობა, რომელსაც ორგანიზებას ქართული პარტია გაუწევს. თავი დაანებონ ამ შესრულების ლაპარაკს, მე პატივსაცემ ეროსიკი წმარიშვილს, როგორც ნიჭიერ ადამიანს, თავი დაანებონ ამის ლაპარაკს, ასეთ რამეების ლაპარაკს იმ ადამიანებმა, რომლებიც კარგახანს კაი ვაზის ფოთლის როლს ასრულებდნენ და ცოტა გადაასწრებას ემსგავსება და სიმართლე გითხრათ, მიყვეს თუ ადამიანები თვლიან ერთი და იგივე გზას სწორად, იმ გზაზე მაინც ერთად უნდა იარონ. ჩემი აზრით, მე მოუწოდებ მათ გაერთიანდნენ. ხატოვან გამოხმებში ერთმანეთთან შეჯიბრის ნაცვლად ყველამ რაც სწორი მიაჩნია ის აკეთოს ჯობია და დრომ და საქმე მაჩვენოს ვინ იყო მართალი და თითოეული ჩვენგანი რასაც ვიჩემებთ და ვამბობთ რა შედეგამდე მიიყვანს ჩვენს მიერ არჩეულ პროცესს ეს ჯობია საქმე და დრომ მაჩვენოს. სხვათა მიერ დაგეგმილ ღონისძიებაში პოლიტიკურ მონაწილეობას პარტიულ რეჟიმში ჩვენ არ ვგეგმავთ. როდის იგრძნო ეროსიკი წმარიშვილმა რომ ხელისუფლება იყოს შიშველი. ამდენი ხანი ამ შიშველთან რას აკეთებდა მე არ ვიცი.
გაჩაღდა კონკურენცია, ვინ მოახერხებს რევოლუციის მოწყებას ქვეყანაში. რეალურად ეს ადამიანები რევოლუციის მომწყობი არ არიან და ამ მიზანს ისინი არ ემსახურებიან. ამით ესეთი განცხადებები და ანონსებით ისინი თამაშობენ რეალურად ხელისუფლების თამაშს. მაგრამ ბედნიერება ის არის, რომ ხალხი მიხვდა, რომ ეს გზა შედეგის მომტანი არ არის და კარგს ქართულ სახელმწიფოს არ მოუტანს. უბედურება ის არის, რომ ეს ადამიანები ჯერ კიდევ ვერ ხვდებიან, ან ვერ ხვდებიან, ან ძალიან ბინძურ თამაშთან გვაქვს საქმე. ეს არის უზრდელობა, რაც ბატონმა ეროსიმ ბრძანა და უზრდელობით პასუხს ნამდვილად ჩვენ არ ვაპირებთ, იმიტომ რომ მის დონეზე ნამდვილად არ დავალთ იმ ტაქტიკაზე, რაც მათ აქვთ არჩეული, იმ დაქსახსულობაზე, რომელსაც საზოგადოება ძალიან კარგად ხედავს და იმ ფრაზეოლოგიაზე, რა ფრაზეოლოგითაც ერთმანეთს მიმართავს, ბუნებრივია ეს ნამდვილად ვერ შეუწყობს ხელს მოსახლეობის ქუჩაში გამოყვანას და პრობლემა სწორედ ეს არის, რომ ეს მუხტი გარკვეული ნეგატიური მუხტი საზოგადოების ერთ ნაწილში არსებობს, თუმცა არის გარკვეული იმედგაცრუება და ნიჰილიზმი სწორედ აი ამ პოლიტიკოსების ურთიერთობების გარკვევისას წარმოქმნილი აი ამ გაუგებრობებიდან გამომდინარე. ეროსი კიცმარიშვილი აცხადებს იმასაც, რომ პოლიტიკური კონსულტაციები პოლიტიკურ ძალებთან გაგრძელდება, თუმცა ამ განწყობებიდან გამომდინარე გაურკვეველია ამ ეტაპზე, ვისთან შეიძლება ქართულმა პარტიამ საერთო ენა გამონახოს.